ეს არის პრეზიდენტის გაფრთხილება. თუ ირანული გემი ბლოკადას მიუახლოვდება, ის დაუყოვნებლივ განადგურდება. ესერკაიგურის საზღვაო ქვეითებს შეუძლიათ ირანულ ნავთობტანკერებზე აბორდაჟის გახორციელება, ხოლო CENTCOM-ი ნეიტრალიზაციას გაუკეთებს ირანულ სწრაფნავებს სრუტეში. ირანული სადაზვერვო დრონი ძალიან ახლოს მიფრინდა ჩვენს გამანადგურებელთან და ჩვენ ის ჩამოვაგდეთ. ორი ნავთობტანკერი ხალბი დროშებით, რომლებიც ჩინეთისკენ მიემართებოდნენ, შეჩერდნენ და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ. ეს სრულიად აბრუნებს ყველაფერს, რაც ირანმა სრუტეში გააკეთა. ეხლა მსოფლიოს ყველა ქვეყნის გემებს შეუძლიათ გადაადგილება ირანის გარდა. ოპერაციაში ჩართულია 15 ამერიკული სამხედრო გემი. მისია სრუტეში ამ შაბათ კვირას დაიწყო, როდესაც ორი დესტროიერი არხში შევიდა. US Frank E. Petersoni და US Michael Murphy იყვნენ პირველი გემები, რომლებიც სრუტეში შევიდნენ კონფლიქტის დაწყების შემდეგ. რეჟიმამ უქარა გამოთქვა, რომ თავს დაგვესმებოდა, თუნდაც ამერიკული გემები შესულიყვნენ, ჩვენ შევედით და მათ არაფერი გააკეთეს. ჩვენ ვაპირებთ გავწმინდოთ სრუტე ნაღმებისგან, რათა ნავთობის ტანკერებს სრულიად თავისუფალი გზა ჰქონდეთ. ირანელებმა სრუტეში რამდენიმე ნაღმი ჩაყარეს და დაავიწყდათ, სად დააწყვეს ისინი. თუმცა ჩვენ გვაქვს ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა ჩვენი დრონები Kingfish-ი, რომლებიც ტორპედოს ფორმისაა და სონარს იყენებენ ზღვის ფსკერის დასამაგრებლად და დამალული ასაფეთქებლების საპოვნელად. ჩვენი ნაღსაწინააღმდეგო გემები Knife-ში ასევე სკანირებენ ზღვის ფსკერს. ასევე გვაქვს დისტანციურად მართვადი ჯეტსკები და ნაღმსაწინააღმდეგო გემები, რომლებიც წყალს ამოწმებენ. ჩვენი სანაპირო საბრძოლო გემები იყენებენ ნაღმსაწინააღმდეგო სხვადასხვა სისტემებს, მათ შორის ჰელიკოპტერებს CC-Oaks, რომლებიც ჰაერიდან ანადგურებენ ნაღმებს. მალე ჩვენს გვექნება მხარდაჭერა. შეიძლება თუ არა, რომ აშშ-მა რეალურად შეცვალოს ომის მიმდინარეობა თუ გადაწყვეტს ირანში შეჭრას. დიახ, სხვები. ქვეყნები გააკეთებენ ამას. ჩვენ სხვა ქვეყნები არ ვჭირდება გულწრფელად რო ვთქვათ, მაგრამ მათ თავიანთი მომსახურება შემოგთავაზეს. დავტოვოთ ასე, ალბათ ხვალ გამოვაცხადებთ. სამეფო საზღვაო ფლოტს აქვს ნაღმსაწინააღმდეგო გემები, მაგრამ ბრიტანელები მომთხოვნები არიან. ისინი კიდევ ერთ შეხვედრას აწყობენ ფრანგებთან და სხვებთან ერთად იმის შესახებ, თუ როდის და რით დაგვეხმარებიან. ძალიან ცოტა, ძალიან გვიან. ვნახოთ. როგორც არ უნდა იყოს, პრეზიდენტის მიზნები ნათელია. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ქვეყანა აშანტაჟებდეს, ან გამოძალავდეს მსოფლიოს, რადგან ზუსტად ამას აკეთებენ ისინი. ამას არ დაუშვებთ. ირანმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ სრუტეს გახსნიდა, მაგრამ მოიტყუა და ჩინურ ვალუტასა და ბიტკოინში ქთამებს იღებს. ზანის საზღვაო ძალების სტრატეგმა კვანმა განაცხადა, მაფია ამას დაცვას ეძახის, ირანი კი გადასახადს, მაგრამ შედეგი ერთია. სადაც თავისუფალი ზღვები მთავრდება, გამოძალვა იწყება. სრუტის დათმობა ამერიკული საზღვაო კონტროლის გადაცემას ნიშნავს. და ეს პეკინს გაუგზავნიდა მესიჯს, რომ მათაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ასევე გადის გლობალური ვაჭრობის დიდი ნაწილი. ნავთობი თავისუფლად უნდა მიედინებოდეს და ვაჭრობა დოლარში უნდა ხდებოდეს. ნებისმიერი საფრთხე ამას წარმოადგენს, საფრთხეს ამერიკული უზენაესობის საყრდენებისთვის. ირანის იზოლაცია რეჟიმს ფინანსურად აზარალებს და ზეწოლას ახდენს მის ყველაზე დიდ კლიენტზე, ჩინეთზე. ზღვაო ბლოკადის წარმატებით განხორციელება ქმნის პირობებს ირანის სრული დამარცხებისთვის. შეტყობინება გადაცემულია. დემოკრატები თავს აჩვენებენ გულუფხილოებებად, თუ მართლა ასეთები არიან. მართლა ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება სრუტის დაბლოკვა. ეს შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ირანელები იძულებულნი გახდნენ კვლავ გახსნან იგი. ადრე ირანელებს საზღვაო ბლოკადა დაუწესეთ. იარაღის მიწოდება ხუთებისთვისაც და ვენესუელისთვისაც შევზღუდეთ. ეს იყო ის, რამაც მტრები წამებში მეგობრებად აქცია. ბაზარს ბლოკადა მოსტონს. დაუმა დღეს 300 პუნქტით მოიმატა და ნავთობის ფიუჩერსები დაეცა. ელოდებოდნენ, რომ ბაზარი მშვიდობის შეთანხმების გარეშე დაეცემოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ბლოკადა იმუშავებს და სამხედრო ხელმძღვანელობაც ასე ფიქრობს. ყოფილმა საზღვაო ძალების მეთაურმა Prime Times უთხრა, კარანტინი ნიშნავს მათ კედელთან მიჭერას და უნდა გააგრძელოს, სანამ არ დანებდებიან. ფიქრობ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავიგებთ, რას აკეთებენ ირანელები. უნდა დავარტყათ მათ სარდლობასა და კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში გავაგრძელოთ კინეტიკური შეტევები, როგორც შემოგთავაზეს. დაარტყით ხიდებსა და ელექტროსადგურებს, დაანგრიეთ ისინი და მიაყენეთ ტკივილი. აიძუნეთ მუხლებზე დადგომა თუ საჭირო იქნება. ჯერ ცადეთ ეს ტვირთის ბლოკირებით, რათა ნავთობის ექსპორტი შეგვეჩერებინა. თუ ჩინეთი გაბრაზდება შესანიშნავია, ეს ამერიკისთვის მომგებიანი სიტუაციაა. ამერიკის შეერთებული შტატები
ჩინელებიც გზნობენ ზეწოლას. აშშ-შო ახლახან გახდა გლობალური საგაგებო რეზერვი. ამაზე მალე ვისაუბრებთ. საკმარისია იაფი და არასანქცირებული ნავთობი პეკინისთვის. ჩინეთი ძვირად გადაიხდის და მისი მარაგი განადგურდება. სი ძინპინი თითქმის დანებებას აპირებს. ბატონო პრეზიდენტო, ეგვიპტეში კონფლიქტის ფონზე ვიცი რომ შეხვდებით ნაო. მაგრამ ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ისიც უნდა ამ პრობლემის მოგვარება. დარწმუნებული ვარ, ყველას უნდა რომ ეს დასრულდეს. მეც მინდა რომ ეს დასრულდეს. გასცოთ, როცა ხიდსა და ელექტროსადგურს დავემუქრეთ და ჩინეთმა ირანს დანებება უბძანა. ეხლა კი ნავთობის ბლოკადა ალბათ საბოლოო დარტყმა იქნება. ირანელები დროს იგებენ. ომის გაჭიანურებით რეჟიმი რევოლუციას აჭიანურებს. მაგრამ მათი ეკონომიკა დამანგრეველ დეპრესიას განიცდის. ეს ბლოკადა რეჟიმს თითქმის 400 მილიონი დოლარი უჯდება დღეში. ეს თვეში 13 მილიარდ დოლარს შეადგენს. ირანი ნავთობს მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში ინახავს, სანამ ჭაბურღილებს დახურავს. ისინი დროში ვერ გვაჯობებენ, მსოფლიო ჩვენს ენერგიას ეძებს. 120-ზე მეტი ცარიელი ნავთობის ტანკერი ამჟამად ამერიკის ყურისკენ მიემართება. ბევრი გემი ამ წუთას ჩვენს ქვეყანაში მოდის, რომ საუკეთესო ტვირთი აიღოს მართლა. ფიქრობ შეიძლება ითქვას ვიღაცამ თქვა, საუკეთესო და ყველაზე ტკბილი. ზუსტად არ ვიცი რა არის ტკბილი, მაგრამ როცა ნავთობზეა საუბარი, ეს რაღაც კარგს ნიშნავს. მაგრამ ისინი ჩვენს ქვეყანაში მოდიან. ბევრი გემი მოდის. ირანის ფოლადის და პეტროქიმიური ინდუსტრიები განადგურდა. ნავთობის შემოსავლის გარეშე მხოლოდ პისტაკის გაყიდვა რჩება პაკისტანელებისთვის. შეიძლება კიდევ უფრო გავარესდეს. პრეზიდენტი ჯერ კიდევ განიხილავს შეზღუდულ საჰაერო დარტყმებს და ამბობს, რომ სამიზნეები ადვილად დასარტყმელია. ირანელები აქ კონტროლს კარგავენ და ვანსი, რომელმაც მათთან 20 საათი გაატარა მოლაპარაკებებში, ამბობს, რომ სიტუაციას სრულად ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩვენ ბევრი უპირატესობა გვაქვს და ვნახავთ, რას გააკეთებენ ირანელები. ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ 8 დღე დარჩა და ირანელები არ თანამშრომლობენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ბარაკ ობამასთან არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მათ ბირთვული იარაღი არასდროს ეკნებათ. ირანს შეუძლია ჩაიწეროს. ირანს ბირთვული იარაღი არ ეკნება. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ ისინი ამას ჯერ არ დათანხმებიან. ფიქრობ დათანხმდებიან. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. თუ არ დათანხმდებიან, შეთანხმება არ იქნება. შეთანხმება არასდროს იქნება. ირანს ბირთვული იარაღი არ ეკნება და ჩვენ დავიბრუნებთ ფერფს. დავიბრუნებთ. ან მათგან წამოვიღებთ, ან წავიღებთ. ავიღებთ. ირანელებს შერ კიდევ შეიძლება კონდეთ ურანი მიწის ქვეშ ღრმად შენახული. 400 კილოგრამზე მეტი ამ მასალისა და მიუხედავად იმისა, რომ ეტიუ, ინა და ისრაელი უტევენ ლაბორატორიებსა და მეცნიერებს, მიწის ქვეშ მაინც რჩება რთული გვირაბების სისტემა, მათ ფრთებს ქვეშ. ამერიკული სატელიტები აკვირდებიან სიტუაციას და ჯერჯერობით არაფერი გადაუტანიათ გარეთ. პაკისტანი ამბობს, რომ ირანს არ აქვს სამხედრო საშუალებები ჩვენთან ბრძოლა გააგრძელოს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. შეთანხმების კარი დახურული არ არის. ასე განუცხადა ეთმა წყარომ აქსიოს. ორივე მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ეს ბაზარია. დღეს დილით ჩვენ დაგვიკავშირდნენ შესაბამისი ადამიანები, შესაბამისი პირები და მათ სურთ შეთანხმების მიღწევა. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა. თუმცა New York Times-ი იმედოვნებს, რომ ჩვენ ომს წავაგებთ მათი TDS-ის გამო. არ მინდა რომ ნეთანიახუ ან დონალდ ტრამპი ამ ომით გაძლიერნენ, რადგან ისინი საშინელი ადამიანები არიან. ორივეს ანტიდემოკრატიული გეგმები აქვთ საკუთარ ქვეყნებში და ისინი სავარაუდო დამნაშავეები არიან. ისინი საშინელი ადამიანები არიან, რომლებიც აზიანებენ შეერთებული შტატებისა და ისრაელის რეპუტაციას მსოფლიოში. ამიტომ ნამდვილად თავს გაყოფილად ვზნობ, მინდა ვნახო ირანის სამხედრო დამარცხება, მაგრამ არ მინდა რომ ეს ორი საშინელი ადამიანი გაძლიერდეს. ფრიდმანი ამბობს, გაანადგურეთ მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერორისტული რეჟიმი და წაართვით მას ბირთვული იარაღი. ან ტრამპი კარგად გამოჩნდება. რთულია,